პირველად როცა გითხრეს რომ სააკაშვილი უნდა წამოგეყვანათ საქართველოში, ეგრევე დათანხმდით? არ შეგეშინდათ? დავთანხმდით 15 წამში. ნანობთ რომ წამოიყვანეთ პრეზიდენტი. რა თქმა უნდა არა. თორემ მე ხო ვიცოდი რას ვაკეთებდი. თქვენი ცხოვრების რამდენიმე თვე გაატარეთ ციხეში. პრეზიდენტის წამოყვანის გამო. არ ნანობთ ამას? არა, თქვენ ვერ მიხვდებით ახლა მე რატო არ ნანობ. 15 წამში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ელგუჯა ცომაია ციხის კარამდე მიიყვანა. ეს არის იმ ადამიანის პირველი ინტერვიუ, რომელმაც 8 წლიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ დევნილ პრეზიდენტს სამშობლოში დაბრუნების გზა გაუკვალა. ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. 6 წლიანი სასჯელი ემუქრება, თუმცა ვიდრე ხელისუფლება 68 წლის პენსიონერის ბედს გადაწყვეტს, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილად იქცა, დღეს პირველად და ალბათ უკანასკნელად მოყვება პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების ნამდვილ ამბავს, რომლის მოსმენაც სააკაშვილის თითქოს ერთგულ გარემოცვას ყველაზე მეტად არ მოეწონება. სააკაშვილს ფოთში უნდა დახვედროდნენ თუ არა? ჩემი აზრით ალბათ კი, ალბათ რა თქმა უნდა ჩემ სახლში ხო არ იქნებოდა მთელი ეს ცხოვრება. ხო ვიღაცას უნდა წაეყვანა. მე რომ ცოდნოდა ამდენი ხნის განმავლობაში ვინც უნდა დახვედროდა, ვინც მივაკითხავდი სახლში და ერთ-ორ გემრიელ სიტყვასაც მეც ვეტყოდი. ვინ უღალატა პრეზიდენტს? იძულებითი ემიგრაციიდან სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების რეალური ამბის მოსმენა ბევრისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდება. აქამდე თითქმის არავინ იმჩნევდა ამ ისტორიას და არავინ სვამდა კითხვას. როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი სანზონაში, ბინაში მარტო და უნდა ყოფილიყო თუ არა სრულიად სხვაგან? ელგუჯა ცომაიამ, რომელმაც სააკაშვილთან ერთად 3 დღე შავ ზღვაში, 5 კი საქართველოში გაატარა, ყველაზე მეტი იცის. პრეზიდენტს უღალატეს მოატყუეს? ვერ გეტყვით ამას, უღალატეს და არ უღალატეს. მე ვგებულობ ერთს, რომ ბოლოს პრეზიდენტი ჩემთან ხوار უნდა ყოფილიყო სახლში, ან რაღაც მოხდა, ან არ მოვიდნენ, ან ვერ მოვიდნენ. თვითონ რატო? ამისთვის ეს შეკითხვა მე მაგისთვის არ დამისვია. ის იყო ჩემთვის იმ 8 დღის განმავლობაში ჩემი მეგობარი. იმას დახვედროდნენ, არ დახვედროდნენ, ეთქვა უკან წამიყვანე, უკანაც წავიყვანდი, აზერბაიჯანში წამიყვანე, იქაც გადავიყვანდი, პრობლემა არ აქვს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ პრეზიდენტს ფოთის სპორტიდან გამოსვლისთანავე სანდო ადამიანს გადააბარებდა და ამით მისი მისია შესრულებული იქნებოდა. თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სააკაშვილს არავინ მიაკითხა და პრეზიდენტმა სახლში წაყვანა თხოვა. მოვდივართ გზაში და დღეს თქვენთან უნდა გავჩერდეოთ. რატო? არ ვიცი. ეს თქვენ დაუსვით შეკითხვა რატო? სტომარი ღვთისა, ხო იცით, ხო ვერ ეტყოდი ახლა ბატონო მიშა ჩემთან სახლში არ წამო. ეს არ ყოფილა ერთადერთი მომენტი სააკაშვილთან გატარებული 8 დღის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტის მეგზური პრეზიდენტის გარემოცვის კეთილსინდისიერებაზე დაფიქრდა. როდესაც ბათუმი მოიარეს, სააკაშვილმა მისივე აშენებულ ბულვარში ფეხით გაიარა. საკონტაქტო პირმა ელგუჯა ცომაიას თხოვა, რომ პრეზიდენტი თბილისში წაიყვანა. შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციას რომ უახლოვდებოდნენ, სააკაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა. ამ დროს ავტომობილს პატრული აედევნა. პატრულმა როცა გაგაჩერათ, რა ხდებოდა მანქანაში? არაფერი იჯდა ჩემს გვერდით. ვერ იცნობ. გამაბერიეს და არ ვიცი, მე იცნეს, არ იცნეს, მე ხო არ ვიცი, რაც მთავარია, ჯარიმა გამომიწერეს და გამომიშვეს. ანუ ალკოტესტსაც თუ გადაგამოწმეს, ესე იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში პოლიციელი იდგა ძებნელი სააკაშვილის წინ. კი ბატონო, კი. არ შეუხედავს მისთვის? კი, როგორ არ შეხედა? ვერ იცი. შეხედა, ალბათ ვერ იცნო, რა გითხრათ, ალბათ ვერ იცნო. რა თქვა, აი პატრული რო წავიდა, რა თქვა პრეზიდენტმა?
სიმართლე გითხრათ? მე შევეკითხე, ეს შეკითხა მაგან კი არ მეკითხა, მე შევეკითხე. მე ვთქვი, ახლა თქვენ რო ყოფილიყავით, რას იზამდით მეთქი და ორივე მინისტრს მოხსნიდიო. უშიშროების მინისტრს და შენაგან საქმეთა მინისტრს. ეს იყო მაგის სიტყვები. 8 დღე და 7 ღამე ერთად გაატარეს. სააკაშვილმა ამ ერთ კვირაში მეგზურს ბევრი ამბავი გაანდო. უთხრა ისიც, რატომ ბრუნდებოდა საქართველოში. მე მაგას ასეთი ერთი კითხვა დაუსვი, რომ მაგას ხო ძებნილი იყო, რატო აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. მან მიპასუხა სიტყვა, მე მაგას ყველგან ვამბობ, რომ საქართველოზე ვარ შეყვარებული და საქართველო უნდა ავაყვავო. ამას ამბობდა ეს და მე პირადად დაუსვი ეს შეკითხვა, ახლა რა მოხდება და თუ მე არ ავაყვავეო საქართველო, მაშინ რაც გინდა ის მითხარ. დაკავებას არ ელოდებოდა? მამასაც ვერ ვეთქვი, რა ვიცი ახლა დაკავებაზე, ასეთ საქმეზე ვინც მოდის დაკავებაზე ხო ფიქრობს, ახლა მეც ვფიქრობდი, ალბათ ისიც ფიქრობ. პირველ ინტერვიუში ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ ყველაზე მეტად ბათუმიდან თბილისამდე გზის ეშინოდა. 7 საათი ავტომობილში, მარტო პრეზიდენტთან ერთად. არავინ იცოდა, ვისი სამიზნე შეიძლება გამხდარიყო დევნილობიდან ჩუმად დაბრუნებული სააკაშვილი. პრეზიდენტი, რომლის ერთადერთი პატრონი 7 ღამის და 8 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი მძღოლი იყო. მე კი ვარ ცოტა მამაც, მაგრამ ის უფრო ჩემზე ძლიერი ყოფილა. რატო? რატომ და მე ვთხარი ასეთი შეკითხვა დავუშვი. მთავარია ჩვენ სახლში მივიდეთ სადმე მეთქი. გზაში თუ ვინმე მიცის მეთქი ჩვენ რო ერთად ვართ, მე ვთხარი ჩვენ ორივეს მიგვაკლავენ სადმე მეთქი. და დამაბრალებენ ცომაიამს კონდაო იარაღი ხელში. ამას გააკეთებენ მეთქი. ამას ვეუბნებოდი ყოველთვის მე. ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ სააკაშვილთან კავშირზე არავინ გავიდა. დუმდა მისი ყველა მობილური. ერთადერთი მესიჯი ხაშურთან ელგუჯა ცომაიამ მიიღო. უთხრეს, რომ მალე იმ ბინის მისამართს ეტყოდნენ, სადაც თბილისში პრეზიდენტი უნდა მieყვანა. ეს შეტყობინება თქვენ მიიღეთ გზად თბილისისკენ. დიახ. გითხრეს საბოლოო მისამართი. არა მეთქვი, იმის მერე კაციშვილს არ დაურეკია მე. მისამართი რომ ცოდნა და მას წავიდოდა თავის გზაზე და მე ვიქნებოდი ახლა უკრაინაში. კონსპირაციული ბინის მისამართს პრეზიდენტი ხაშურიდან თბილისამდე ელოდებოდა. თუმცა დედაქალაქში ჩამოსულმა სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ არც ბინა არსებობდა და არც ადამიანი, ვინც მას დახვდებოდა. ამიტომ იძულებული გახდა ელგუჯა ცომაიასთვის ისევ სახლში დაბინავება ეთხოვა. ანუ პრეზიდენტი ელოდებოდა, რომ მას დაახვედრებდნენ სახლს თბილისში. კი ბატონო, ეს პირობა იყო. ვინ მოგცათ ეს პირობა, ლორდ კიფანიძე? არა. შუამავალმა? ხო გაგაცეთ უკვე პასუხები, ზონდა იმედი, უნდა დახვედროდა თან არ დახვდეს და იმიტომ წამოვედით სახლში. ამის შემდეგ რა ხდება? ამის მერე კაციშვილმა რო არ დამერეკა, წავიყვანა სახლში. სტუმარი ღვთისა, რაც მქონდა სახლში საჭმელი, დავლიეთ ჭამეთ. ვინ უღალატა პრეზიდენტს? ელგუჯა ცომაია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას პრეზიდენტის ტრანსპორტირება ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორდ-კიფანიძემ თხოვა. იყო თუ არა ის პასუხისმგებელი პრეზიდენტის საქართველოში გადაადგილებაზე, ცომაია ვერ აკონკრეტებს, თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს უღალატეს. ბატონო ელგუჯა, გია ლორდ-კიფანიძესთან კომუნიკაცია აღარ გაქვთ? არა. არ გიცდიათ მასთან დაკავშირება? არა. ჯერ საზღვარს ვევტოვებ, როცა მოვა ჩემი წასვლის დრო. აპირებთ მასთან შეხვედრას? რატომ მათ არა მითხარით? მიხეილ სააკაშვილს რომ უღალატეს, ამაში ელგუჯა ცომაია რამდენჯერმე დარწმუნდა. მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა დაკავებამდე 2 დღე მის საცხოვრებელ სახლში ისე გაატარა, რომ მისი ბედით არავინ დაინტერესდა. პრეზიდენტთან კონტაქტზე იმ ხალხისგან, ვინც მისი მარშრუტი დაგეგმა, არავინ გასულა. ბატონო ელგუჯა, როდესაც პრეზიდენტი მიიყვანეთ თქვენ სახლში, შუამავალს მიაწოდეთ ინფორმაცია? არა. კონტაქტზე ვინმე გამოვიდა? არა, საერთოდ არა. ანუ არავინ არ მოიკითხა, სად იყო პრეზიდენტი?
სახლში რომ მოვედი მე არავისთვის არ დაგვირეკია ჩვენ. და არც დაურეკავთ. არც დაურეკავ. არც იმ საიდუმლო კონტაქტს. არავის, არა. ანუ ყველა გაქრა. ნუ გაქრა თუ არ გაქრა მე რა ვიცი ახლა. მათ ხო არ იცოდნენ პრეზიდენტი სად იყო? არა. არა. ეს რას ნიშნავს? ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ელგუჯას ვენდოთ ეს ამბავი, ხო? კი, მაგრამ პრეზიდენტი ხო თქვენ სახლში მთელი ცხოვრება ვერ დარჩებოდა, ეს კითხვა არ ეს კითხვა როგორ არ გამიშნა, მაგრამ ეს კითხვა თვითონ პრეზიდენტს დაუსვიდა, როცა ალბათ ან საჯელს მოიხდინა, ან რო გამოვა, ხო, ბოლოს ხო მთელი ცხოვრება ხო არ იქნება. მე თვითონ დაუსვა შეკითხვაზე ეს რატომ მოხდა. იმ ორი დღის განმავლობაში არაფერს არ ამბობდა? არა. არ გაბრაზებულა ამ ამბავზე? არა. ელგუჯა ცოლმაიას ჯერა რომ ამ კითხვის დასმას სააკაშვილისთვის მოახერხებს. პრეზიდენტის მასპინძელი ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მთავარ სარდლის შესახებ ახალ ამბებს ყოველდღე ელოდება. ელოდება 6 წლიან სასჯელსაც, რომელიც საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოყვანის გამო ემუქრება. ბატონო ელგუჯა, რას ეტყოდით დღეს სააკაშვილს? გამოჯამრთელდეს პირველ რიგში, გამოვიდეს ციხიდან და მე რაც გზა აქვს მაგას თვითონ გადაწყვეტოს საით უნდა წასვლა. უნდა ეძებოს მოღალატეები მის გარემოცვაში? რა თქმა უნდა, მაგი თუ ვერ მოძებნეს, მე მაინც უნდა მოვძებნო. თუ მითხრეს არ ვიცი პრეზიდენტი ვის რაც მოთხოვს და მე რო ყოფილიყავი მაგის ადგილას, მე ვიღაცას ვეკითხებოდი ეს რატომ მოხდა. და თქვენ ელოდებით განაჩენს. მე წოწორიებიდან არემანიძეს არ უთხრან, მე ჩემი თავით უნდა დახვალ დამაჯერ, მე არ მაქვს პრობლემა. იმიტომ რომ მე უკვე იმდენი მაქვს ნანერვულები, წელიწად ნახევარი გავიდა, ბოლოს 5 წელს მომწევენ, 25 წელს ხო არ მომწევენ. მზად ხართ? მე არ მაქვს პრობლემა, მე ახლაც დავდები, თუ ეს რამეს ამათ უშველის, კი ბატონო. პრეზიდენტის მეგზურმა ზუსტად იცის, რომ თუ ქართული ოცნება მოინდომებს 6 წლით ციხეში გაუშვებენ. თუმცა მაინც ფიქრობს, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი გადადგა და არაფერს ნანობს. იმ 8 დღის განმავლობაში ჩემთვის იმაზე ერთგული და ადამიანი არ იყო. მაგას არ აქვს მნიშვნელობა ისტორიაში შევალ თუ არა, მე მაგაზე არც მიფიქრია. ფიქრობდი რაც უნდა გამეკეთებინა მაგას და გავაკეთე რაც გასაკეთებელი მქონდა. ბიჭებისგან გებულობ თანხა მისცესო ცოლმაიას ეს არის სისულელე. არც უკადრებია და არც მაკადრებდნენ ამაზე მწყდება გული, რომ აქ ჩვენთან საქართველოსი ყველაფერი ფულზე იზომება.